რეკლამის შემდეგ კვირის რეალობა კვლავ პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას, როგორც უკვე იცით, ჩვენი გადაცემის სტუმარი არის სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში ბატონი ზურაბ რუსიშვილი. ბატონო ზურაბ, გადავიდეთ სხვა თემებზე, რომელიც ბოლო გასული ერთი თვის განმავლობაში საკმაოდ აქტუალური არის. მინდა გკითხოთ თავდაპირველად ამ ბლოკში მუნიციპალიტეტების მუშაობაზე, რა მდგომარეობა არის კასპში, ქარელში, ხაშურიში და გორში, როგორ მუშაობენ მუნიციპალიტეტები და თქვენ თუ ხართ კმაყოფილი მათი მუშაობით? ბატონო, მოგახსენებთ. ეტყვით გულწრფელად, რომ მუნიციპალიტეტების მუშაობით მეტნაკლებად კმაყოფილი ვარ, გეტყვით რომ სრულად კმაყოფილი, მაგრამ გაცილებით უკმაყოფილო ვარ ზოგიერთი ისეთი კომპანიის, რომლებიც მიზეზები ხდებიან ხოლმე ამ თუ იმ პროექტის ჩავარდნას. მაგალითი გაქვთ გორში, დევნილებისთვის რო შემდეგ ამაზე თუ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს ხოლმე ჩვენთან და ძალიან ბევრი ადამიანს აინტერესებს რა ბედიელის ელით მათ იძულებთ გადაადგილებულ პირებზეა საუბარი, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეგრეთ წოდებულ ტურბაზის ჩასახნებაში მცხოვრები მოსახლეობა უნდა გადაეყვანათ. აუცილებლად გამოსწორდება, ანუ პროკურატურაში მოგახსენებათ საქმე იმ კომპანიასთან დაკავშირებით, მაგრამ ამით არ გაჩერდება. მინდა გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში კიდე დაიწყება კომბინატის ტერიტორიაში რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა დევნილებისთვის, ასე რომ მე მესმის, რომ ერთბაშად არ გამოდის, ძალიან დიდი ფინანსური რესურსი ჭირდება ამას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვთვლი, რომ დადებითია ის ტენდენციები, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას გააჩნია და ზრუნავს ამ ხალხის თუნდაც ეტაპობრივად დაბინავებაზე. ბატონო ზურაბ, გორის მერის მუშაობით თუ ხართ კმაყოფილი? ბატონო ზურაბ ჯირკვალიშვილს კი ბატონო, კმაყოფილი ვარ. ურამე თქვენ არა, მე არაფერი გეკითხებით. თქვენი შეფასება მაინტერესებს, თუ ხართ მის მუშაობით კმაყოფილი. მინდა კასპზე გადავიდე, თუ დაასრულეთ ამაზე პასუხის გაცემა. ეს არ ნიშნავს იმავე დოზით, როგორც დანარჩენი მუნიციპალიტეტების გამგებლები. გასაგებია. კასპზე მინდა გადავიდე. კასპის მუნიციპალიტეტი მოხდა საუკეთესო მუნიციპალიტეტების სიაში პრემიერ-მინისტრმა, როდესაც დაასახელა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, თბილისში გამართულ შეხვედრაზე. რატომ მაინც და მაინც კასპი? თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? იმიტომ რომ ერთხელ გაჟღერდა, რომ ქარელი უნდა დაესახელებინა პრემიერს და შეეშალაო ესაუბრებენ ამას. მოდი ესე ვთქვათ, არსებობს სხვადასხვა კრიტერიუმები. რა კრიტერიუმს ვიღებთ იმის გასაზომად, თუ რომელი მუნიციპალიტეტმა რომელს აჯობა, ასე ვთქვათ, ხო? აქ ლაპარაკი იყო ბიუჯეტთან გამოყოფილი, სხვადასხვა პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების ათვისებაზე იყო საუბარი, ხო? და ეს ციფრები იყო პროცენტებში გამოხატული. ეხლა ძალიან დიდ დროს წაგვაქვს ყველა მუნიციპალიტეტის წრილში 10-ით ყველა პროექტის განხილვა და უბრალოდ პრინციპს გეტყვით, ეს დაუშვათ რამ გამოიწვია. და მას შემდეგ რაც ის შეხვედრა მოხდა პრემიერ-მინისტრთან, ფაქტიურად ყველა თემაზე ვისაუბრეთ და ყველანაირ კითხვას გაეცა პასუხი. მე გეტყვით ახლა მოკლედ რამ გამოიწვია ეს. პირობითად ავიღოთ ციფრებში ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ როდესაც ერთ მუნიციპალიტეტს მაგალითად ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა ისე, რომ რეგიონალური სხვადასხვა ფონდებიდან გამოიყო 10 მილიონი და აუთვისებელი დარჩა პირობითად ვთქვათ 2 მილიონი. ამის მიზეზებად შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ მეორე მუნიციპალიტეტში იყო გამოყოფილი თქვათ 5-6 მილიონი და იქ პირობითად, ანუ იქაც მილიონის ათვისება ვერ მოხერხდა და აქაც მილიონის ათვისება ვერ მოხერხდა, ხო? რა გამოდის? გამოდის, რომ პროცენტულად თქვათ პირველ მუნიციპალიტეტში მაღალია ათვისების პროცენტი, ამ მუნიციპალიტეტში დაბალი, ხო? იმიტომ მაგალითად გორის შემთხვევაში თუ არ ვწდები ქალაქის 64%-ზე იყო ლაპარაკი. თუ არ მახსოვს და ხა სადაც მთლიანად პროექტების ჯამური მოცულობა იყო პირობითად უძახი 4 მილიონი და 1,5 მილიონი სხვადასხვა მიზეზების გამო არათვის და ეს პროცენტულად რა თქმა უნდა გამოჩვენებელს იწვევს ხო? აი ამაზეა ლაპარაკი და ამიტომ არის ეს პროცენტები ასე. კასპს ამ შემთხვევაში ჰქონდა აღარ მაჩვენებელი. ხო. თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ კასპში, რომ და პრინციპში გოჩა გოჩიტაშვილმაც დაადასტურა, რომ 1,380,000 ლარი თუ არ ვწდები ზუსტად თანხაზე გასული წლის ბიუჯეტიდან ასათვისებელი დარჩათ
და შეუძლებელი იყო საუკეთესო მუნიციპალიტეტების შეში ამით მოხვედრა. არა, აქ სხვა რამეშია საქმე, ის 1,300,000 ლარი ეს იყო საკუთარი შემოსავლობები, მოგესალმებათ ბიუჯეტს აქვს თავის საკუთარი შემოსავლობები და როგორც წესი წლის ბოლოს უფრო გროვდება ეს თანხები. და მოგესალმებათ ნებისმიერ თანხის გახარჯვას თავის წესი აქვს, ტენდერს უნდა გამოცხადება, სატენდერო წინადადებას, შემდეგ საპროექტო ტენდერი ცხადდება, პროექტის დამთავრების მერე სამშენებლო ტენდერი, ახლა წლის ბოლოს დეკემბრის თვეში შემოსულ თანხას ასე უცებ. ვერ განკარგავ, მაგრამ ის თანხები ჩვეულებრივად გადანაწილდა 15 წლის პროექტებში და აიხარჯება. გასაგებია. ბატონო ზურაბ, თვითმმართველობის თემას მინდა შევეხო. ძალიან ჩვენი გადაცემის სტუმრებიც არაერთი საუბრობს იმაზე, რომ რეალურად მას შემდეგ, რაც მოხდა აღნიშნული რეფორმა და ჩვენ ქალაქს მიენიჭა ქალაქის სტატუსი და ყავს მერი, ასე ვთქვათ, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, აი ამან არაფერი არ შეცვალა და რეალურად გაიზარდა უბრალოდ მხოლოდ კადრები და ასე ვთქვათ, ბიუჯეტს დააწვა ეს კისერზე ეს ხარჯები. თქვენ რა სიტყვით, რა შეიცვალა ჩვენი ქალაქისთვის მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა და ზოგადად აი ეს ამ რეფორმამ რა მოგცა? ამ რეფორმამ მოგცა ის, რომ როგორც არ უნდა ვისაუბროთ ახლა მე და თქვენ მოსახლეობაში თავისთავად არსებობს და მოსირობს აზრი, რომ რაიონის მაცხოვრებელი ქალაქის მაცხოვრებელი. ამაზე ხო არ დავუთავთ. რა თქმა უნდა. შესაბამისად, ქალაქის მაცხოვრებლებს მიეცათ საშუალება, რომ ყოველდღე თავის თვითმმართველი ერთეული და რაიონის მაცხოვრებლებს თავის თვითმმართველი ერთეული. ეს ფიქრობ, რომ ზუსტად ის ასე ვთქვათ, მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც ისედაც ესე იყო, რაც წევამ თქვი, ხო? ქალაქში მაცხოვრებელი თulis რომ ქალაქში ცხოვრობს, რაიონის მაცხოვრებელი რაიონში, ასე რომ მას ყავს ქალაქის არჩეული მერი, ქალაქს ყავს არჩეული საკრებულო, ასე რომ ქალაქის პრობლემები ზოგადად მოგეხსენებათ, განსხვავებულია რაიონის პრობლემებისგან, ხო? ქალაქს თავის მიდგომები აქვს, რაიონს თავის მიდგომები. გასაგებია. ოპოზიციური პარტიების ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა არის სახელმწიფო დანამატები, რომელიც არაერთხელ განიხილებოდა და განიხილება დღესაც საუბარი იყო იმაზეც, რომ თქვენ საკუთარ თავს არაერთხელ გამოუწერეთ საკმაოდ სოლიდური პრემია. ამის შესახებ რა სიტყვით ადამიანებს რომლებიც აი ისევ იმ პრობლემასთან მივდივართ ბატონო გიორგი. ესეც ხო არ არის ასე ვთქვათ მითიური ცნება. რატო არ მოვიდათ არავის თავში აზრად, რომ ადონის დოკუმენტი რაც ადასტურებს ჩემი ხელმოწერით ეს განკარგულება იქნება თუ ბრძანება რომ მე გამოვიწერე. ამის თქმა მინდა ზუსტად რომ ამიტომ ვთვლი რომ მედია საშუალებებს პასუხისმგებლობა მეტი მოეთხოვებათ, ვინაიდან ის მინიმუმის თემები მაინც რისი დადასტურებაც ადვილია. ეხლა ჩვენ საუბარი გვაქვს საჯარო ინფორმაციაზე, ხო? ანუ საჯარო მოხელის შესახებ საჯარო ინფორმაციაზე. რა პრობლემა ამის გათხოვა? კიდევ ერთხელ გეუბნებით ამის გათხოვის მიუხედავად მე სიუჟეტშიც მქონდა განმარტა ვაქვე რომ ჩემ დანამატს რასაც მე ვიღებ ასე ვთქვათ, ამას განსაზღვრავს, ახლა თარიღს ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ სადღაც აპრილის თვეში იყო შარშა მთავრობის დადგენილება. ის მიხედვითაც მე ვიღებ დანამატს. ანუ იმის ინტერპრეტაცია, რომ გუბერნატორი ზის და როცა უნდა თანხას, რასაც უნდა ჩაწერს და ხელს აწერს და მერე ფულს ჯიბეში იდებს, ეს არის აბსურდი. ახლა თუ ამის ჯერა ვინმეს, ხო მოვიდნენ ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც ჭირდება მივცემ. დაადონ დოკუმენტი, გაასაჯაროვონ მედია საშუალებით, სადაც ვაწერ ხელს მე კონკრეტულ განკარგულებას ამ ბრძანებას, რომელიც წყვიტავს, რომ მე იმ დოკუმენტით სარგებლობ ბიუჯეტით და ვიღებ იმდენ ფულს რომელიც ჭირდება. რაც შეეხება თქვენს თანამშრომლებს, აპარატის თანამშრომლებს, რის მიხედვით აძლევთ პრემიას? მოდი დავკონკრეტდეთ რა, ამაზე შეიძლება ნებისმიერად დოკუმენტალურად ამ თემების საკითხების გათხოვა. პრემიები თუ გიოდესმე გაცემულა გუბერნიის ადმინისტრაციაში, ყოველთვის ეს იყო სადღესასწაულო პრემია, რომელსაც არ ვიცი მე ვერ მეტყვით დაწესებულებას, რომელიც შეიძლება მაგალითად აღდგომისთვის პრემიას არ აძლევდეს თავის თანამშრომლებს. რაც შეეხება დანამატს, დანამატში არის იქ დიფერენცირება, გარკვეულ იმ გრაფიკიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ სამუშაო გრაფიკი გვაქვს, არის იმათ რომ ძალიან გვიანობამდე 8-9-10-მდე გარკვეულ თანამშრომლებს უწევთ
სამსახურში ყოფნა პირდაპირ გეტყვით ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩემი გვერდში დგომა და ეს არის ზეგანაკვეთური მუშაობისთვის მათი დანამატი. ეხლა ეს არ არის სისტემატიური, ანუ როგორც საუბრიდან მიიღო. ეს არ არის, შეგიძლიათ ამოიღოთ დოკუმენტები და ნახოთ, ამას არ აქვს ყოველთვიური ხასიათი. გასაგებია. ბატონო ზურაბ, ცოტა უცნაური კითხვას დაგისვავთ. თქვენი მუშაობით რამდენად კმაყოფილი არის ცენტრალური ხელისუფლება? ალბათ მეტყვით რომ თქვენი მათ უნდა კითხოთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აი რას გეუბნებიან მოწონთ თქვენი მუშაობა? რა გითხრათ ახლა, რადგან მე არ მაქვს პრობლემა თუ ვინმე ჩემი მუშაობა არ მოეწონება, არანაირი პრობლემა არ არის თანამდებობის დატოვება. ასე რომ ეს შევხედოთ რა, რადგან ჯერ სამსახურში ყო ესე იგი არ არიან მოკავშირე. გასაგებია. თქვენ პირველი გუბერნატორი ხართ მგონი ჩვენი რეგიონის, რომელსაც არ უყვარს კამერები. ალბათ პირდაპირ გაგებით შეიძლება რაღაცამ გაიგოს, მაგრამ თუმცა პირდაპირ გაგებით არ ვამბობ და არ უყვარს პიარი და თქვენ თქვით პიარზე უარი, როგორც ჩვენ წინა ბლოგში ვისაუბრეთ. რატომ არ გიყვართ კამერები და რატომ ამბობთ პიარზე უარს? გეტყვით. არაერთი შემთხვევა იყო გიორგი, როდესაც ამა თუ იმ პროექტზე, სადაც შეიძლება გზის დაგება ყოფილიყო, შეიძლება წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სადაც ყოფილან მედიის საშუალებები ჩაუწერიათ, მაგრამ მე მესმის ახლა იქ საეთერო ბადეც გაგვირთულია და ხშირ შემთხვევებში არის რომ არ მოხდა ეთერში სიუჟეტები ყოფილა ესე. მაგრამ სამწუხაროდ ინტერესი იმის უფრო დიდია, რომ აი ვიღაცამ ეს თქვა გუბერნატორზე. ამისთვის მზად არის ყველა ტელევიზია, გააშუქოს. არ არის ხა ეს სწორი, მე ასე ვთვლი რა. რატომ უნდა მიყვარდეს ახლა კამერებთან დგომა და ლაპარაკი? კარგი ვარ, ესეთი ვარ, ეს გამიკეთებია. არა ბატონო. თუმცა თქვენს წინამორბედებს უყვარდეთ. ხო და ზუსტად მაგაშია საქმე რა. გულწრფელად გეტყვით, ბევრ სოფელში ყოფილი ვარ ასული და ხალხს პირდაპირ უთქვია. აი, როდესაც და ხშირად ყოფილა ავსულ ვარ კამერების და ჟურნალისტების გარეშე. მოსახლეობას გამცხადებია რა. ისინი როცა ხედავენ, რომ გუბერნატორი მათთან კამერებით არ მიდის და ხვდებიან უკვე რომ აქ ალბათ გასაპიარებლად იღებს, არ ჩანს ეს სიტუაცია, ხო? გაცილებით უფრო გახსნილები არიან, გაცილებით უფრო მეც გესაუბრებიან და უფრო დგება ის კომუნიკაცია და ურთიერთობა და უფრო ბევრ პრობლემასაც გებულობ და უფრო ჯერათ მათ, რომ რაღაცას მთავრობა ამ ხალხისთვის აკეთებს. როგორც კამერებით მიხვალ, არის განსხვავება რა. შეგიძლიათ მოსახლეობასაც გითხოთ, ეს მომენტი მე აშკარად შევხვდა მოსახლეობას. მე მირჩევნია, რომ ტელევიზიები არა, ასე ვთქვათ, იმაზე კი არ გქონდეს ჩვენ საუბარი, რომ აბა ჩემზე რა თქვეს, მანქანა რაფერი ყავს, არ ვიცი, კაბინეტში რაფერი კარები აქვს. არა. მოდი ესე ვთქვათ, რომელ სოფელში რა კეთდება, ხალხისთვის ასიკეთო რა კეთდება. ამაზე სიამოვნებით, მაგრამ სამწუხაროდ ცოტა სხვა ინტერესის სფეროა და ყოველთვის ამბობენ, რომ ზოგიერთ მედია საშუალებები, რომ აი ხალხს აინტერესებს ეს. ვერ დამარჯერებთ, ეხლა მე ვერ მეტყვით თქვენ, რომ რატო არ აინტერესებთ მაგალითად ნებისმიერ სოფელი ავიღოთ, სადაც გზა იგება, რატო არ აინტერესებს ხალხს, ეხლა ის გზა იგება თუ არ იგება. ჯერათ თქვენ რომ არ აინტერესებთ ის გზა იგება თუ არა. ხალხს აინტერესებს ყველაფერი. მე ამის ვჭერავს. მაგრამ მე ვთვლი, რომ რიგ შემთხვევებში ხდება ხოლმე ხელოვნურად სხვა თემების. მე ვერ დავიჯერებ ეხლა გულწრფელად გეუბნებით გუბერნატორის კარები რაფერია, იმაზე მეტად აინტერესებდეთ, არ აინტერესებდეთ რამდენი კილომეტრიანი გზა იგება დაუშვათ ინტუსის ხეობაში, ძამის ხეობაში. ეხ. გასაგებია. ბატონო ზურაბ, რა მანქანი დადეს გუბერნატორი. ბატონო ზურაბ, პრემიერ-მინისტრმა მაშინ, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა თბილისში, აღნიშნა, რომ მოგიწოდათ საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაციისაკენ. მგონი არ ვწდები, ასე იყო. იგულისხმება თუ არა თქვენი აზრით ეს ისიც, რომ მედიასთანაც უფრო აქტიური კომუნიკაცია უნდა გქონდეს. მოდი ესე ვთქვათ, თქვენ ფიზიკურად ვერ შეძლებთ ყველა სოფელში ყოველდღიურად მოსახლეობასთან ჩასვლას და შეხვედრას. რა თქმა უნდა, ვერ შევძლებთ, რა თქმა უნდა, ახლა წეგან ვახსენეთ 350,000 მაცხოვრებელი. რა თქმა უნდა, ყველას გუბერნატორი არ ეცოდინება და შეხვედრილი არ იქნება. რა თქმა უნდა.
მაგრამ გარდა იმისა, რომ საქმიდან გამომდინარე, მოდი ესე ვთქვათ, ამა თუ იმ სოფელში კონკრეტული სამუშაოს შესრულებისთვის თუ იმ ინფორმაციის მისაღებად იმ სოფელს რა აწუხებს, მე გულწრფელად გეტყვით, რომ მაქსიმალურად ყველა მუნიციპალიტეტთან და ეს შეგიძლიათ თვითონ მუნიციპალიტეტის კანონმდებლობსაც გითხოთ, მაქსიმალურად ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებ ინფორმაციებს სოფლის წუნებულიდან, შემდეგ გამგეობა და შემდეგ გუბერნია. მაქსიმალურად უნდა ვიცოდეთ ჩვენ მოსახლეობას რა აწუხებს. ის თუ მე კონკრეტულად არ ჩავედი და ავკითხე, ეს არ ნიშნავს, რომ გუბერნატორი არ არის საქმისრულში, ამა თუ იმ სოფელს დაუშვათ რა საჭიროება აქვს. და აქვე გითხრათ, რომ არსებობს გუბერნიაში საბჭო, რომელიც განიხილავს, ასე ვთქვათ, რეგიონალური ფონდიდან განსახორციელებელ პროექტებს და ალაგებთ ერთად ამ პრიორიტეტებს. ესეც ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ მაქსიმალურად ის ფული, რაც გამოყოფილია ცენტრალური ბიუჯეტიდან, მაქსიმალურად პრიორიტეტები სწორად გადანაწილდეს და ზუსტად ის გაუკეთოთ იმ ადამიანებს, რაც მათ სოფელში მოთხოვნა. და არა ზოგიერთებს რომ მოწონდათ 360 მილიონიანი პარლამენტი ქუთაისში და ამ ხელათ ახირს დაუშვათ ხარჯავდეთ ესეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. გასაგებია ბოლოს წინა კითხვა კიდევ ერთხელ მინდა რომ დაგისვათ, აი მაინც ზუსტად დაგვი კონკრეტულად აპირებთ თუ არა უფრო მეტი კომუნიკაცია გქონდეთ მედია საშუალებებთან, ვიდრე აქამდე გქონდეთ. მოდი ესე გეტყვი გიორგი რა, მე ვაპირებ იმ მუშაობის გაგრძელებას, რომელსაც აქამდე ვაკეთებდი. ყველაფერს აქვს თავისი დრო, ყველა სამუშაო მოითხოვს თავის დროს. კომუნიკაციის საფუძველი უნდა გქონდეს, უნდა გქონდეს თემა. გულწრფელად გეუბნებით რა, თუ თემა იქნება ის, რომ კონკრეტულ სოფელს, კონკრეტულ ქალაქს რა ჭირდება, როგორ ჭირდება, რა შეიძლება გაკეთდეს, როგორ შეიძლება გაკეთდეს, ამ თემებზე მე ყოველთვის ვარ სასაუბრო. მაგრამ ისეთ თემებზე, რომ ვიღაცამ რაღაცა თქვა, აბარა სიტყვის გუბერნატორი, გულწრფელად გეუბნებით, მადლობას გეტყვით, თუმცა ამ თემებზე არ მომასწრებთ. შევეცდებით, თუმცა ვიმედოვნებთ, როდესაც საალყაროკო თემა გექნებათ, მაშინ მოყავთ ჩვენთან გადაცემაში და მოგვიყვებით. ბატონო ზურაბ, ყოველთვის არის. ბოლო წლის განმავლობაში რომ შევაჯამოთ და მოკლედ რომ გითხრათ, რა გაკეთდა მას შემდეგ ჩვენს რეგიონში, რაც თქვენ გუბერნატორის პოსტი დაიკავეთ და რა არის გასაკეთებელი, რომლის გაკეთებასაც გეკმავთ? ანუ დაეთყო ჩვენს რეგიონს თქვენი ხელი, შეიძლება ასე ვთქვათ. მოდი ესე გეტყვით, რეგიონს დაეთყო ახალი ხელისუფლების ხელი და მე ვარ ამ ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი. გასულ წელს ძალიან ბევრი სამუშაოები შესრულდა შიდა ქართლში. მინდა განსაკუთრებით გამოვყო გაზიფიცირების სამუშაოები, გამრიცხველიანების სამუშაოები, მოგეხსენებათ დღეს ამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში აბსოლუტურად ყველა სოფელში მოხდა გაზიფიცირება. ეხლა მიმდინარეობს აბონენტებად დარეგისტრირება და ფაქტიურად უახლოეს მომავალში ჩაირთვება, ასე ვთქვათ, გაზი. ასევე განხორციელდა პროექტი, რომელიც გულისხმობს მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის მიყვანა, სადაც 20-30 წელიწადი ადამიანი ბენი არ ჰქონიათ. ასევე გამოსაყოფი და აღსანიშნავია სოფლის მეურნეობის კუთხით ძალიან დიდი პროექტი განხორციელდა ტელეფონის არხის სახით შიდა ქართლში, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ შიდა ქართლში სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანი დარგია, აქედან გამომდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის აღნიშნული არხის სრული ამოქმედება და მუშაობა. ასევე მინდა შევეხო სოფლის მეურნეობის პროგრამებს, როგორც არის ხნის პროგრამა, იგივე სასუქებთან დაკავშირებით დახმარებები, განათლების კუთხითაც მოგეხსენებათ უფასო სწავლების პროგრამა დანერგილი. დიდი სამუშაოებია შესრულებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, SMGF-ის მიერ იქნება განხორციელებული თუ საგზაო დეპარტამენტის მხრიდან, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის აუცილებელი საჭიროებები, რომლებიც გულწრფელად რო ვთქვათ, ახლა ეხლა გაკეთდა. ეს ხო ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი აქამდე არ გეკეთებულა. ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა უშუალოდ ეხება უკვე ჩვენ გაკეთებულ საქმეებს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელსაც გაცილებით
უკეთესი შედეგები გვექნება ამ მიმართულებით. მინდა გითხრათ, რომ მომავალი წლის პროგრამებიც ანალოგიური მიმართულებით არის დაგეგმილი. განსაკუთრებული პრიორიტეტები მიენიჭა უშუალოდ სოფლის მაცხოვრებლების საჭიროებებს. სხვადასხვა ფონდებიდან ძირითადად იქნება ეს არის სასმელი წყალი, სარწყავი წყალი, საბავშვო ბაღები. მაქსიმალური ყურადღება მიექცევა ჩვენი მოსახლეობის აზრს. აი ამის ყველაფრის გათვალისწინებით დაიგეგმა წლევანდელი პროექტები. ვთვლი, რომ ის კმაყოფილება, რაც მოსახლეობაში ესაც არის და იქნება, ეს იქნება ყველაფერი იმის შედეგი, რომ ისინი უშუალოდ შეხებაში იქნებიან იმ გაკეთებულ საქმეებთან, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების დროს ვაკეთებთ. ეს ყველაფერი შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ძალიან კარგი, მთავარი გამოწვევები რა არის დღესდღეობით? ალბათ ისევ ეგრეთ წოდებული საზღვარი და ეგრეთ წოდებულ საზღვართან მაცხოვრებელი ადამიანების პრობლემები. ჩვენი გადაცემის არაერთი სტუმარი, იგივე გამგებელი, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დღესდღეობით პრიორიტეტულს თვლის სარწყავი და სასხმელი წყლის პრობლემის მოგვარებას. როდის მოუგვარდება ამ ხალხს აღნიშნული პრობლემები? აღნიშნული პრობლემები ყველაფერი მოგვარდება ეტაპობრივად. მინდა გითხრათ, რომ სწორად თulis გამგებელი და ეს არ არის მარტო გამგებლის აზრი, ეს არის ჩვენი ხელისუფლების საერთო შეხედულება, რომ მაქსიმალურად ის აუცილებელი საჭიროებები, რომლებიც 21 საუკუნეში მოსახლეობას უნდა ჰქონდეს, ეს საჭიროებები დავაკმაყოფილოთ. აქედან გამომდინარე, იგეგმება სამუშაოები, გამოყოფილია თანხები. მე ვერ ვიტყვი, რომ 100%-ით დაკმაყოფილდება, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ რესურსთან არის დაკავშირებული. მაგრამ იმ ბიუჯეტის პარალელში რა ბიუჯეტიც ჩვენ ქვეყანას აქვს მაქსიმალურად ყოველ წელიწადს თავარი აქ არის ის რომ ყოველ წელიწადს ეს თანხები იქნება სწორად და მიზნობრივად მიმართული იმ საჭიროებებზე რაც ხალხს ჭირდება და არა იმას რომ აურობის პიარს რაჭირდება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მობრძანებისთვის და მე წარმატებებს გისურვებთ ჩვენს ეტაპობრივად თქვენს მიერ განხორციელებულ პროექტებს და საქმიანობას ჩვენს საინფორმაციო გამოშვებებში აუცილებლად ვაჩვენებთ მოსახლეობას. მადლობა იმისთვის რომ მიიღეთ დღეს გადაცემაში მონაწილეობა. მე კი მაყურებელს ვემშვიდობები ორი კვირით, კვირის რეალობა ზუსტად ორ კვირაში ტელეკომპანია დიას პირდაპირ ეთერში საღამოს 10-ზე ისევ დაბრუნდება და ისევ მოგიყვება თუ რა მოხდა გასულ კვირას მნიშვნელოვანი და მთავარი, რა თქმა უნდა, ჩვენს მთავარ სტუმრებთან ერთად ნახვამდის. მადლობა.